მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგან. უღრმესი მადლობა იმისთვის, რომ გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ, ვინც არ მისცემს გაგეცნობით, მე ვარ კატო. დღეს მინდა გავაკეთო ესეთი გაშლა პარტნიორზე, რომელიც ახალი ურთიერთობა არის, ახალი დაწყებული ურთიერთობა არის. რა პერსპექტივები აქვს განვითარების და რამდენად სანდოა ეს ადამიანი, ხო, თქვენთვის რაღაც ესეთი თხოვნა იყო დაწერილი და აქედან გამომდინარე გავაკეთეთ, აბა ვნახოთ, რას გვეტყვის, ვნახოთ, ვინ შემოვა სასაუბროთ, რა ენერგიებში იმყოფება. სხვათა შორის ძალიან ესეთი პრინციპული ხასიათის ადამიანი არის. მისთვის ძალაუფლება ძალიან მნიშვნელოვანია, ესე რომ ვთქვათ. შეიძლება ითქვას, რომ იყოს რაღაცა სტატუსურათაც ცოტა ესეთი ადამიანი, რომელიც რაღაცა თანამდებობის პირია, ხო, რაღაც ესეთი ჯგუფის მენეჯერია ან რაღაცა მსგავსი, ხო, ადამიანი, რომელსაც აქვს რაღაცა სტატუსები და საკმაოდ ძლიერი ენერგიების, ძლიერი ფსიქიკის და ემოციების მატარებელი ადამიანი არის. შეიძლება ითქვას, რომ ეს ადამიანი რაღაც ახლა იყოს ცოტა ესეთ ენერგიებში, სადაც ცვლილებები ხდება, სადაც რაღაც თავის კარიერულ თუ პირად ურთიერთობებთან მიმართებაში, რაღაცა გაცნობიერების და ბრძოლის მდგომარეობაში, ანუ ბრძოლის მდგომარეობაში რა მხრივ იცით, აი კიდე მეტის განვითარება ვთქვათ, რაც იყო ვთქვათ გუშინ, იმაზე მეტი უნდა იყოს ვთქვათ, რაც დღეს არის, ხვალ იმაზე მეტი უნდა გქონდეს, ხო? ეს ადამიანი რაღაცნაირად ესე ვთქვათ, არის ძალიან აქტიური მდგომარეობაში, აქტიურ ფაზაში და მაქსიმალურად ცდილობს, რომ მისთვის ფინანსური მდგომარეობაც რაღაცა ძალიან ესეთი მყარი იყოს. ნუ აქ კიდე შესაძლებელია ვიღაცებთან იყოს ესეთი მომენტი, რომ ვაც ოჯახიც ყავდეს ამ ადამიანს და ეს სტატუსის მდგომარეობა აქაც ისახებოდეს. ნუ ყოველ შემთხვევაში მოდით სამკუთხედი არ მინდა რომ იყოს, ნახოთ. გავყვეთ, ყოველ შემთხვევაში ადამიანი ამ ეტაპზე რაღაცა მატერიალიზმზეა გადასული და განვითარებაზე, ესე რომ ვთქვათ, მისი მომავლის. მოდით ვნახოთ კონკრეტულად რა ხდება მის ცხოვრებაში, ესე კონკრეტულად არის თუ არა ვინმე მის ცხოვრებაში ისეთი ადამიანი, ვინც თქვენ არ იცით, ხო? ესეთი კუთხით ვკითხოთ. არის თუ არა ვინმე. იცით რა არის, ესე ვიტყოდი, რომ ამ ადამიანის ცხოვრებაში ესე ვინმეს არსებობა ნამდვილად კონკრეტულად არ არის, იმიტომ რომ ეს ადამიანი ამ ეტაპზე მაქსიმალურად ცდილობს, რომ თავისი ცხოვრების დალაგება, თავისი კარმული ვალების ჩახურვა გააკეთოს, თავისი ემოციების შესაძლებელია, რომ თქვათ, ქონდა ამ ადამიანს რაღაცა წარსული და იმიტომაც ამოვიდა ეს რაღაცა ოჯახის ენერგიებიც, მაგრამ ამ ეტაპზე ადამიანი არის თავისუფალი და მზად იმისთვის, რომ ახალი ეტაპები დაიწყოს და ახალი ემოციები მიიღოს, ხო, რაღაცა დასრულებული, განთავისუფლებული ენერგიებით არის, ესე რომ ვთქვათ, ყოველ შემთხვევაში ვინმე ესე კონკრეტულად ამ ეტაპზე ნამდვილად არ ისახება, ხო, ანუ ვინმესთან რაღაცა ურთიერთობაში არ არის. ძალიან კარგი, მშვენიერი. თქვენთან მიმართებაში რას ფიქრობს ეს ადამიანი, რას ფიქრობს თქვენთან მიმართებაში? ეს მოსწონს თქვენთან ურთიერთობა, კომუნიკაცია, ძალიან კარგი ემოციებს და ენერგიებს აცლოთ, შეიძლება ითქვას. მაგრამ რაღაც არის, რაც მისთვის ცოტა გულსატკენია და არ აძლევს თქვენს ურთიერთობას წინ სვლას, ხო? ეს შესაძლებელია კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ არის ვთქვათ გამოცდილება, რომელიც დასრულდა და თქვათ, ჯერ კი არის თავისუფალი, მაგრამ რამე სერიოზულ ურთიერთობაში არ უნდა გადასვლა. მეორეს მხრივ, როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა, აქ იცით როგორი მომენტი არის,
ჯერჯერობით განვითარებასთან მიმართებაში ცოტა რთული იქნება საკითხი, იმიტომ რომ ადამიანს კი მოსწონს, კი ძალიან სასიამოვნო არის ემოციების და ენერგიების გაცემა, ორივე აშკარად წყვილში ამოდიხართ, ან თითქოს ავსებთ ხო ამ ადამიანს, ხა თასების მეფე, თასების დედოფალით, რაღაცნაირად ერთმანეთთან ძალიან კარგი ემოციური მდგომარეობა. თუმცა აქ არის ის მომენტი, როდესაც ადამიანი არ არის ჯერ მთლად ნახეთ რა მომენტთან რაღაცა სერიოზულ ურთიერთობასთან მიმართებაში. აქ იქნება სიტუაცია, რომელიც რაღაცნაირად არ მოგცემთ საშუალებას იმის, რომ ჯერჯერობით წინ წავიდეს რაღაცა სერიოზულობისკენ. უბრალოდ რაღაც ფლირტის მომენტი, რაღაც შეხვედრების მომენტი, ემოციების მომენტი, ხო? აქ ამ ადამიანს ჯერ კიდევ ბოლომდე არ აქვს რაღაცები მოგვარებული, დასრულებული და აქედან გამომდინარე ვერ შეძლებს რამე შემოთავაზებას სერიოზულად. თუმცა როგორი მომენტია, იცით, აი თავისუფლდება, აი ამ ეტაპზეც რაღაც გადის, ხო? აი რაღაც მდგომარეობის იცით რა შესაძლებელი აქ კიდევ ერთხელ ვიტყვი, სამკუთხედი ნამდვილად არ მიმყავს, უბრალოდ ნახეთ ადამიანს ყავდა ოჯახი, განთავისუფლდა ხა ამ ოჯახის მარწუხებიდან, ესე რომ ვთქვათ, ოჯახის მარწუხები ცოტა ისეთი ნათქვამია, მაგრამ ესე გამოდის, მაგრამ ჯერჯერობით უბრალოდ უნდა რომ რაღაცა ესეთი შვიდი და ესეთი ჯერ კიდევ არ მოუშუშებია ის განცდები, რაც იმ პერიოდის მდგომარეობაში ქონდა. ამიტომ ადამიანს ექნება თქვენს მიმართ რაღაცა ნაბიჯები, ექნება რაღაც ესეთი შეხვედრა, გასეირნება, საუბარი, მაგრამ იქნება აუცილებლად ესეთი პოზიციით ძალიან არ შემოხვიდეთ ჩემს სივრცეში, ხო? აქ იქნება რაღაც მომენტში ამ ადამიანის გაცლა, თუ კი თქვენგან ანუ თუ კი იგრძნობს თქვენგან რაღაცა საფრთხეს და არა მარტო თქვენგან, არამედ თავის ემოციებში თუ იგრძნობს ეს ადამიანი, რომ იმაზე მეტი ემოციებისკენ მიდის, ვიდრე მას სურს, თქვათ, ხო, რაღაც ესეთი მსუბუქი ურთიერთობის, ანუ სიყვარულისკენ მიდის, ეს ადამიანი გაგეცლებათ, გავა სიტუაციიდან. იმიტომ რომ ნახეთ მაშინვე შევა ეს ადამიანი ჩიხში, მაშინვე რაღაცა პრობლემას წარმოადგენს. აქ რო გითხრათ, რომ რაიმე პერსპექტივას მიჩვენს ახლა ამ წუთას არკანები, პერსპექტივა ნამდვილად ცოტა ისეთი არის. ნახეთ როგორი მომენტი არის, აქტიურობა იქნება, ოღონდ რაღაცა გამარჯობა ნახვამდის, სასიამოვნოა, მეც მომწოხარ, შენც მოგწონ ვარ, მაგრამ აი იმის იქეთ უკვე აქ ძალიან ბევრი სირთულე არის, აქ ძალიან ბევრი მდგომარეობა არის ისეთი, რომელიც ამ ადამიანისთვის პირიქით ეგრევე გაცლას დაიწყებს. ხო, აი არ არის ადამიანი მზად იმისთვის, რომ დღევანდელი მისი ენერგიები, ეს განთავისუფლების ენერგიები და თავისუფლების ენერგიები ვინმე შეზღუდოს, ხო? აქ პერსპექტივაში არ მოიაზრებს ეს ადამიანი რამე სერიოზულ ურთიერთობებს, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე. კიდევ ერთხელ ვიძახი, შესაძლებელია ქონდა მას რაღაცა ისეთი გამოცდილება ურთიერთობაში, თან ოჯახის არკანით რო ამოდის რაღაცნაირად მაინც მანიშნებს იმას, რომ წარსულში ამ ადამიანს შეიძლება ყავდა ოჯახი, რომელთანაც არ გამოვიდა სიტუაცია, არ დაალაგდა ისე, როგორც მას ჰქონდა გეგმაში, გაეცალნენ და აქედან გამომდინარე, მისთვის წარმოუდგენელია კიდევ კვლავ რაიმე ოჯახის შექმნა, ხო, რაღაცა ცოტა სერიოზული მიმართულების მიცემა, მდგომარეობის. ამიტომ ესე ვიტყოდი, რომ პერსპექტივა ამ ეტაპზე, გარდა იმისა, რომ რაღაცა მსუბუქად ემოციები მივცეთ ერთმანეთს და რაღაც ერთმანეთთან მიმოწერა გქონდეს, შეხვედრა გქონდეს, თქვათ, ფენჯანი ყავა დავლიოთ, სადღაც ერთად გავიდეთ და გავერთოთ, იმის იქეთ ცოტა რთული არის რაღაცა საუბარი, პერსპექტივა. მაინც კიდევ მინდა. აი იცით რა არის, ნახეთ, აი თუ კი ადამიანი ამ ეტაპზე როგორი მომენტია, იცით, აი ხო გეუბნებით, თუ ადამიანი რაღაცნაირად მოახერხებს ამ ყველაფრის დასრულებას რაღაცა პერიოდის მერე,
მე ვერ გეტყვით, რომ ეს რაღაც მარტივი საკითხი იქნება ამ ადამიანისთვის ამ თავისუფლებაზე უარის თქმის, მაგრამ თქვენ თუ თავს უფრო მეტად დააფასებთ, თქვენ თუ თავს უფრო მეტად სწორი მიმართულებით დაანახებთ, არა ის, რომ ძალიან აჟიტირდით ხო ამ ადამიანის ემოციებით და ნუ რაღაცა სისწრაფეს, თუ თქვენ სისწრაფეს არ შეიტანთ ამ ურთიერთობაში, ხო? შესაძლებელია, რომ რაღაცა პერიოდის მერე თქვენი ურთიერთობა ცოტა სხვა ეტაპზე გადავიდეს და მოტრიალდეს, მაგრამ ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდება, აი ძალიან დიდი დრო დასჭირდება იმასთან მიმართებაში, რომ რაღაცა ისეთი კონკრეტული ცვლილება იყოს. აი დაახლოებით პერიოდი მინდა რომ აი ისეთ როგორი რაღაცა თუ ნუ ახლა ვთქვათ ახალი არის და ერთი კვირის და ორი კვირის დაწყებულია და ერთი თვის დაწყებულია ურთიერთობა, ნუ სადღაც შეიძლება ითქვას, რომ ოქტომბრისთვის შეიძლება რაღაცა ცოტა სხვა ასპექტით მიეცეს, მაგრამ მანამდე, ანუ შემოდგომამდე ეცადეთ, რომ ამ ადამიანთან შეიკავოთ თავი რაღაცა ზედმეტად შეჭრის სურვილით მისი ცხოვრების და ზედმეტად მისი ემოციების გაგების, ხო, რაღაცა მის წითელ ხაზებში არ გადახვიდეთ, ხო, რაღაცა ეს მომენტიც არის. და თუ აი ამ ყველაფერს შეასრულებთ და გააკეთებთ, მე იქნება რაღაცა პერსპექტივა იმისი, რომ მოტრიალდეს, იმიტომ რომ მას გაუჩნდება თქვენს მიმართ ისეთი ემოციები, სადაც ექნება სურვილი, რომ შეატრიალოს მდგომარეობა, ხო, რაღაცა თქვენი დაკარგვის შიშის მომენტი შეიძლება გქონდეს, ხო, რაღაც ესეთი სიტუაცია. რამდენად გულწრფელი არის ურთიერთობაში ეს ადამიანი, ნახოთ აბა მისი გულწრფელობა. იცით რა არის, ნახეთ. რამდენად გულწრფელია, ცოტა რთულია ამ ადამიანზე ვთქვა, რომ ეს ადამიანი ძალიან გულწრფელი ადამიანია, იმიტომ რომ თვითონ ეს ადამიანი ძალიან ეჭვიანი ადამიანია და თითქოს ამ ადამიანს სულ რაღაცა აქვს იმის მომენტი, რომ ყველა და ყველაფერი რაღაცნაირად დაკვირვების და რაღაცა ლუპის ქვეშ უნდა გაატაროს, ხო, რაღაც ეს მომენტი გააჩნია. გულწრფელობა ამ ადამიანისგან, მოდით ესე გეტყვით, ნახეთ როგორი მომენტი არის. რაღაცა მომენტში გულწრფელი იქნება იმ მომენტში, სადაც თქვათ ძალიან მის პირად მეში არ შეიჭრებით, იქნება გულწრფელი, თქვათ ახლა რაღაცა შოკოლადი შავი მიყვარს თუ რძიანი, მან იქნება გულწრფელი, მაგრამ ნახეთ, როგორც კი თქვენ შეეხებით ამ ადამიანის სულიერ მდგომარეობას, ამ ადამიანის პირად ცხოვრებას, როგორც კი თქვენ შეეხებით რაღაცა ამ ადამიანის სიღრმისეულად, ან მის მიზნებთან მიმართებაში რაღაცის ჩაძიებას, ან რაღაცა ცოტა სხვა რაკურსით რო შევხედოთ ესე უფრო შინაგანი მეს და ქვეცნობიერი მდგომარეობით. ეს ადამიანი არ იქნება გულწრფელი, პირდაპირ გეტყვით და ეცდება, რომ რაღაცა მანიპულატორულად ისე მოატრიალოს ყველაფერი, რომ ნუ დაგაჯეროთ კი, რა თქმა უნდა, თქვენ დაგაჯერებთ ყველაფერს, მაგრამ რეალობა აბსოლუტურად სხვა რამე იქნება, ხო? ამიტომ მე არ ვიცი ხა ეს ადამიანი რატომღაც იცით როგორი მომენტია თითქოს ცდილობს მაქსიმალურად იყოს დისტანცირებული ყველაფრისგან და ყველასგან, ხო, აი რატომღაც მას არ სურს დიდი აქტივობები და დიდი რაღაცა ხო არ ვიცი, აქ რაღაცნაირად შეიძლება ითქვას, რომ ამ ადამიანთან ბევრი ისეთი პრობლემა მოხდა, რომელიც დასამუშავებელი აქვს, შეიძლება ითქვას და ამიტომ არ აქვს სურვილი, რომ ვინმე რამე ზედმეტად მის შესახებ იცოდეს, ხო, ვინმე რამე ზედმეტად მის შესახებ გაიგოს. ამიტომ მის გულწრფელობაზე თუ ვილაპარაკებთ, კი ბატონო, გეტყვით, სამი შაქრით უყარს ყავა თუ ერთი შაქრით თუ საერთოდ უშაქრო, მან გულწრფელი იქნება, მაგრამ საკმარისია, როგორც კი მის რაღაცა ამოცნობას, შეცნობის მდგომარეობას
შეეხებით აბსოლუტური იცოდეთ რომ აბსოლუტურად ეცდება რომ პირიქით გაგერიდოთ პირიქით აი იცით როგორი მომენტი არის რაღაცნაირად არ ვიცი და შეიძლება დაასრულოს კიდევაც ურთიერთობა ხო აი რაღაცა ესეთი ადამიანის მდგომარეობა მოვიდა ცოტა манипуляტორი ადამიანიც არის ანუ მას შეუძლია კარგად ზლავირება სიტუაციის ხო რაღაც იმდანაც დადებითი მხარეები და განახოთ მაგრამ რეალურად საკმაოდ ესეთი ეჭვიანობის საკმაოდ ესეთი რო იტყვი კიდევ ერთხელ ვიტყვი ლუპაში გატარების მომენტი გქონდეთ თავიდან ბოლომდე თქვენი ცხოვრების ყველა გზა მაქსიმალურად იცოდეს აი თქვენ მოუყვებით თუ არ მოუყვებით არა თითქოს აი თვითონ ჩაეძიოს გაიგოს გაერკვიოს აი უნდობლობის მომენტი უფრო მეტი აქვს ამ ადამიანს და შესაბამისად უნდობლობა იმდენად დიდია ამ ადამიანის საზოგადოების მიმართ და განსაკუთრებით ურთიერთობების მიმართ, რომ გულწრფელობა ცოტა რთული საკითხი არის ამ ადამიანისთვის. მოკლედ აი ესეთი გამოვიდა დღევანდელი გაშლა. მე ბედნიერ ურთიერთობებს გისურვებ, რა თქმა უნდა. დააკვირდით ამ ადამიანს, რა ვიცი, მედია სწორი მიმართულებით წახვალთ და რაღაცა პერიოდის მერე შეიძლება რომ რაღაცაც გამოვიდეს, ხო? მიხვდეს რომ თქვენ ის ადამიანი ხართ, ვისთანაც ნამდვილად უნდა რომ იყოს. კიდევ ერთხელ მადლობა გამოხმაურებისთვის და იდეების მოწვდისთვის, რა გაშლები გავაკეთე. დროებით.